Hayo hayo mochans, ada hayo 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 mochans, ada hayo 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 mochans. Hayo hayo mochans, ada hayo 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 mochans, ada hayo 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 mochans, ada hayo hayo hayo
აღარ მინდოდა რომ დამთავრებული იყო. ზუსტად ეგრევე ვიყავი პირველ შეგრძნება რიგში. მქონდა რატომღაც ძალიან მაღლიდან ჩიტის ფრენის ადგილიდან რო უყურებ დედამიწას რა. მე მგონი სტუდიისთვის ძალიან დიდია ეს მუსიკა. რეისია რა. პირველ რიგში დიდი მადლობა იმისთვის რომ ესეთი არაჩვეულებრივი განწყობა შემოიტანეთ ჩვენს სტუდიაში. დიდი სიამაყით წარვადგენ ჩვენ სტუმრებს შოთა საგანელიძე, კაკი ჯაფარიძე, ნინო და ლელა ნაყეორები და ბესო გრძელიშვილი მუსიკოსები. არაჩვეულებრივი შერწყმა თქვენი. მე დიდი სიამაყით მინდა უთხრა მაყურებელს ისიც რომ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ჯგუფი არის ჯგუფი ხიდი. ადამიანები რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი სტილით, ეს არის ჯგუფი რომელიც შეიცავს სხვადასხვა ელემენტებს, სხვადასხვა მიმართულებებს, მოკლედ, ბევრი შემიძლია ვისაუბრო ამ ადამიანებზე. როგორც მუსიკა, ყველაფერი არის შიგნით. მაგრამ არის სიახლე, დები ნაყევრები, რომლებიც შემოგიერთდნენ, როგორც ვიცი, უკვე 1 წელია. მოდი, შოთა, დავიწყოთ იქიდან, რომ საიდან გაიცანით ერთმანეთი და რატო გადაწყვეტეთ გაერთიანება. საიდან გავიცანით და გაიდუმალ შეკითხვებს ო, აბა. არა, ნუ ყოველთვის იყო იდეა, სურვილი, რომ აი ეს ქართული ხმოვანება ქალის ჟღერადობა ყოფილიყო რაღაცა ახლოს ჩვენთან. იმიტომ რომ ხიდში სულ მამაკაცები ხო, მამაკაცები ანუ ბოლოს და ბოლოს იპოვის ხიდის მეორე ნაპირი. ხან იყო, ხან რაღაცა ვოკალურ მომენტში რაღაცა ინსტრუმენტი ჟღერადობას ვეძებდით ისეც და იქ შენ გახსოვს ალბათ იყო იქ ხან აფრიკა, შრი-ლანკა რაღაცები და ანუ ამის ძიებაში ნუ უცებ არა ხო მოგზაურობა იყო და უცებ ნახე სადღაც გოგოები დავინახე და დაურეკე რომ მოდი ალბათ ვცადოთ ერთად ამათვისაც ახალია და როგორ ვიპოვით საერთოს რა და აი ამაში ნენელა ხა არის პროცესი რა ძალიან ზუსტი ერთად ყოფნა შერწყმა არის ფანტასტიკური ნამდვილად ჟღერადობა არის არაჩვეულებრივი მე თქვენი შემოქმედება ვიცი მე დიდი ხანია და აგვიკვირი ერთად ძალიან ბევრჯერ და რო შემოვიდი იქ არც გავიგე ქალების ხომ ეს და ვიცოდი თქვენ ხართ სტუმრა და მეთქი თქვენ მოდიხართ თორმე საჩუქრით მოხდით მაგია გლამაზი გოგო ეს არის ჯგუფი რომელსაც ანუ არის ფოლკლორის ქართული ფოლკლორის ჯაზის როკის და რეგის ნაზავი საერთოდ თქვენი მოღვაწეობა არის ძალიან საინტერესო 1999 წლიდან როგორ თქვი რომ 1812 წლის ნაპოლეონის ომით დიდი ხანია ერთად მოღვაწეობენ და ეს ნამუშევარს ნამდვილად ეს ჰარმონია ეტყობა ამ ყველაფერს. აი სტილი როგორ ნახეთ თქვენი თავი მინდა რომ სასწაულად ერგებით ამ ყველაფერს. აი და მე სუძიებაში იყო პროცესები. პროცესებია რა, ჩვეულებრივი ეხა მუსიკა და ეხა რა კონკრეტული მიმართულების ნამდვილად ამჯერა რომ რა სხვადასხვა განწყობა და აი ამ გზით ვიაროთ მარტო. როდესაც 1000 გზა არსებობს და ნუ ცხოვრობთ და ამ დროთა განმავლობაში რაღაც ახალი ჩვენ ბევრი ექსპერიმენტი მოგერთა დაკურული სხვათა შორის აი შობა იყო ზუსტად მახსოვს პირდაპირ ეთერში მივედით საერთოდ არც გვი რეპეტიცია არაფერი და ორი როგორი კომპოზიცია დავუკარეთ ძალიან სერიოზული სახით გმისვენეთ მე ნამდვილად მესმის და შედივა შემდგომარეობაში იმიტომ რომ მეც მქონდა იმის ბედნიერება რომ ჯგუფ ხიდთან მემუშავა და ჩვენი სიმღერაც კავერი მაიკლ ჯექსონის კავერი გავაკეთეთ ძალიან კარგად მახსოვს ერთი სიამოვნებაა ეს მართლა ძალიან მაგარი შეწყმა მართლა და ეს ინსტრუმენტი მაინტერესებს ერთი წამით ეს რაღაც აკორდეონია ამოყირავებული ხო ეს არ ხო ეს არის წარმომავლობა ინდოეთი ჟღერადობის აქ რაღაც ფუნქციები და აღწევ იმას რაღაცა იოლი ხა თანამის ესე უკვე წალიხერს თემები ხო და მეც მომეწონა ძალიან სულ მინდოდა დამეკრა აკორდეონს და ეს მაწვალობდა ეს ენერგია ჭირდება და აქ თითით მიდის მამა შეგაწყვეტინე არა უშავს საინტერესოა თქვენი მოსმენა გოგოებს მინდა ვკითხო მიუხედავად იმისა რომ ქართულ ტრადიციულ ჟღერადობას მიყვებით მაინც თქვენი მუსიკა განსხვავდება იმისგან რასაც ვიცნობ ტრადიციულად ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანია თან ასრულებთ იმას რაც თითქოს ნაცნობია და თან ისე რომ სხვას არავის არ გავდეს ეს ყველაფერი ну საკმაოდ თავიდან როცა შეთიკონ შემოგთავაზა ცოტა ისე ვიყავით განწყობილი რომ ნამდვილად გამოვიდოდა თუ არა ეს პროექტი და შემდეგ მახსოვს ეს პირველი შეხვედრა ზუსტად ამ გარმონის გამო შეთიკონ როგორც კი დაუკრა ეს გარმონი და ეგრევე მივხვდით რაღაცა სიგიჟე უნდა ყოფილიყო ეს და მართლაც ну შეუერთდით და შეთიკოს უგვარწმუნებდა რომ აი მე როგორც წარმომიდგენი ეს არის ის აი თქვენც აქ ხართ და ამის ნაწილი ხართ და ეს ერთი წელია მუშაობ ზუსტად და აი დავიჯერეთ რომ ერთად ვართ და ეს ყველაფერი უკვე ჩვენი სისხლია ხორცია. მithumetes ასაკობრივად პატარები ვართ ჩვენ მე 20 წლის ვარ და
ეს არის ჩემთვის ისეთი რაღაც, რომ ანუ ყოველდღიურად რო იზრდები და ნამდვილად ძალიან ეგრეა. მაგარ მუსიკოსებთან გვაქვს შეხება, ეს მინდა ვთქვა და ჩემთვისაც როგორც მუსიკოსისთვის ალბათ მომავალში ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და იმასაც ვიტყვი, აუცილებლად რომ ეს არის მნიშვნელოვანი, არა მარტო თვითონ აი როგორც ჯგუფური და მე შემიძლია როგორც ჯგუფის წევრი თქვა. ეს არის საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ჯგუფი. მე ესე ვხედავ და ესე აბსოლუტურად გეთანხმები. ეს არის ის მუსიკა, ჩემი აზრით, რომელიც ჭირდება დღევანდელ საქართველოს. ეს არის მუსიკა, რომელთაც შეგვიძლია გავიდეთ საზღვარგარეთ და ზუსტად აი ახალგაზრდები მოვიდნენ და არა ვთქვათ ინგლისური ტექსტით მაგალითად ძალიან ბევრი რომ ამას აღნიშნავს რომ ქართულად ვერ წერენ გინდას თანამედროვე ცხოვრებაში. აი შოტიკოს ძალიან მაგრად გამოზდის და წერს ქართულად, ქართული სიტყვები. დიახ. არ არის საჭირო. ხეხი აუწყო 21 საუკუნეს და ვწეროთ ინგლისურად აუცილებლად და ჩემი აზრით. ესე იგი, სამშაბათო პარასკევს შეგიძლიათ მოხვიდეთ და მე რასაც რომ აღარ ვილაპარაკებ, თქვენ უნდა ვილაპარაკოთ. სუმაგას ვიძახ ქართულად. ოღონდ ქართულად ილაპარაკო. კაკი. სამომავლო გეგმებზე გვითხრეთ, რას აპირებთ? სადმე გექნებათ კონცერტი? ალბომს აპირებთ თუ არა? ჩვენი ორიენტაცია მაინც არის ექსპორტზე. ექსპორტი რომ სოფლიოს გავაგებინოთ, რას ვაკეთებთ ამ პატარა ქვეყანაში. და ალბომი ალბათ, ალბომს ვეგმობთ და რამდენად მალე უნდა დაველოდოთ ალბომს? აი რამდენადაც მალე მოვლენ გულში მდგომელი. გაინტერესებული ადამიანები. დათო, აბა მიმართე შენ რო იცი ხოლმე რა, შენ უნდა მიმართო ვიღაცებს. მე რო ვიცი ხოლმე ეს უნდა მოგმართო. ერთი ორი სიტყვა გითხარი. რა მე რა გითხრათ? ბესო თქვენ მაშინ როდესაც მე მქონდა შეხება ჯგუფთან, თქვენ მაშინ არ იყავით. კი, მე. რამდენი ხანია რაც შევეცდით? მე ახალი ეს გადადის გადმოდის ხოლმე ხიდი. ზაფხულიდან. ხო რა, ზაფხულიდან ეგრე. ხო ის რა ქვია, ვაჟაბშაველას რაღაცა წელია, ასეთ. და იქ ჩარგალში და იქ პირველად გოგოებიც რაღაცა სახლში იყვნენ. ჩარგლიდან არიან გოგოები და თავის სახლში პირველად რაღაცა ხო რა და იქ წელს ვიყავით პირველად ჩვენ ჩარგლში ისე რომ რაღაცა მთებში სხვა განწყობა იყო. ევრორო ცოტა სხვა ბესო იმ მომენტში მოხდა ეს აფხო რა ეს კადრებია ზუსტად ვაჟა. არაჩვეულებრივი ხმა რო დაემატა. სწორ დროს სწორ ადგილას მოხდით ერთად ეგრე გამოვიდა. სწორ ადგილას და ნუ თა როგორ ადგილას. ვინარჩუნებ. და მაშინ ერთი იქნებ დაგვსეთქეცაო და აღსეთქეცაო. დაინტერესებულ ადამიანებს უნდა დავუძახოთ სიტყვაზე კარგად ამას აკეთებს მუსიკა. მე მგონი რომ ისეთი მუსიკაა რომ ვინც არ ინტერესდება იმასაც და დაინტერესებს. ასევე უნდა მოგცეთ არა, ვინც არ ინტერესდება იმის პრობლემაა მგონია რომ ესეთი რაღაცით რო არ ინტერესდები მართლაც თლად კარგად საქმე ვერ აგაკ რა. და პირობა მოგვეცით რომ ალბომის პრეზენტაციის შემდგომ მობრძანდებით ჩვენთან. ძალიან გულშემატკივრობ და ძალიან მიყვარხართ. ჯგუფი ხიდი და დები ნაყევრები გთხოვთ. ისეთი მუსიკა სადღაც თეფში მგონია ჩემი თავი და თეფზევი. თეფსებით. ფრენის ადგილიდან. აი მოფრინავდი კომპოზიციასთან ერთად. ხელოვნება მაგონებს მოხეტიალეს სულს, რომელსაც ხელეწიფება ნებისმიერი ადამიანის ტყავში ჩასახლდეს. პირობითად შეთავაზოს სული თუნდაც რამოდენიმე წამით. ამ ჯანსაღი წამიერების შემდეგ ადამიანს უჩნდება დადებითი და უარყოფითი განცდა ამ კონკრეტული მიდგომის მქონე ხელოვანისადმი, სადაც ეს ორი უკიდურესობა ერთ პლანეტაზე იყრის თავს, რომელსაც ატმოსფეროს სახით გარშემორტყმული აქვს რიდი. ხალხმრავლობა და მარტოობა, ხელოვანის მიერ კარგად გათავისებული ცნებები, ვისაც არ ძალუძს მარტოობა, ხალხმრავლობა და აქციოს, მას არც ის შეუძლია რომ მოფუსფუსეს საზოგადოებაში სიმარტოვით დადგმეს.
გიორგი ხიდი და დები ნაყევრები უღრმესი მადლობა ძალიან დიდ წარმატებას გისურვებთ თქვენ ძალიან მიჭირს და არ მინდა რომ დავემშვიდობო ამათ მაგრამ სამწუხაროდ მოგვიწევს ასე რომ ჩვენ ალბომით მოხვალთ მე ყველაზე მეტად ამის იმედი მაქვს ვემშვიდობებით ჩვენ სტუმრებს და სულ ცოტა ხნით ვემშვიდობებით მაყურებელს დავბრუნდებით უკვე რეკლამის შემდეგ